ჩემპიონატი მინდვრის ჰოკეიში გოგონათა შორის ქუთაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე მესამე ადგილები კი ჩოხატაურისა და აბაშის გუნდებმა გაინაწილეს. საქართველოს ჩემპიონატს გოგონათა შორის ინდორ ჰოკეიში წელს ოზურგეთის სპორტის სასახლე მომასპინძლა. ჩემპიონატში 5 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას: იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო. შეჯიბს ეს რეგიონები გამოეხმაურნენ. დაძაბული შეხვედრები ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე მესამე ადგილები კი აბაშისა და ჩოხატაურის გუნდებმა გაინაწილეს. ახლა სიძლიერის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო ქუთაისის პირველმა გუნდმა გაიმარჯვა. ძალიან კარგი გუნდებია, ფაქტობრივად ყველა დონე მაიწია, ძალიან მაღალ დონეზე და მომავალ-წელს ქუთაისის გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატში. ჩვენი გაწყობა ძალიან კარგია, თამაშს როგორც მოველოდით, ისე წარიმართა, ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა, ავიღეთ პირველი ადგილი და მომავალ წელს ვართ საკლუბო ჩემპიონატზე ევროპის და მომზადების შემთხვევაში ვეცდებით, რომ რომელიმე ადგილზე მაინც მოვხვდეთ. და გავამართლოთ ჩვენი საქართველოს იმედები. საფინალო შეხვედრის ბოლოს ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სუვენირებით დაჯილდოვდნენ.